Adloba ბატონო ნიკა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი სანამ დავიწყებდეთ საუბარს მინდა წავიკითხო სოზარ სუბარის ერთი ციტატა თუ ვინმეს გონია რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400.000 ლარად დადის და ეწევა აგიტაციას ტყუილია სთხადია შესასწავლია თუ საიდან აქვს მათ ეს დაფინანსება და არალეგალურად გადამალული თანხები ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს აუდიტის სამსახურმა რას ნიშნავს ეს არჩევნებამდე თუ ენახევრით ადრე როდესაც სოზარ სუბარი ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან აკეთებს ასეთ განცხადებას და მიმართავენ აუდიტის სამსახურს რომ შეისწავლონ პარტიების დაფინანსება რადგან მათ აქვთ ეჭვები რომ თქვენ გაქვთ არალეგალური ფული მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის რას ნიშნავს ბატონის სუბარის განცხადება ნიშნავს ძალიან მარტივ რამეს მათ უბრალოდ ძალიან კარგად უწყით რა ვითარება არის ქვეყანაში და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე რა მძიმე ვითარება ქვეყანაში თავიდან ბოლომდე მათ მიუძღვით ამ ვითარების შექმნაში 100%-იანი წვლილი და უბრალოდ აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე ელექტორალურ პირობებში და ისინი ცდილობენ სრულიად წარმოუდგენელი და ალბათ ეს არ არის მძიმე ბრალდება, ეს არის კომიკური ბრალდება, როდესაც გამოდის მილიარდერი ადამიანის ერთ-ერთი მინისტრი ბატონი სუბარი და ოპოზიციას, თელოპოზიციურ სპექტრს ბრალს ზდებს, რომ როგორ დადიხართ თქვენ რეგიონებში, როგორ აკეთებთ წარდგენებს, როგორ ატარებთ კამპანიებს, მაშინ როდესაც შემოწირულობები ჩვენზე გაცილებით ნაკლები გაქვთ ჯამურათო. მაგრამ ამ კითხვას და ამ ბრალდებას რა პასუხი უნდა გავცეთ? ბატონ გუშინაც თქვი და თქვენს ეთესის გავემეორებ, რომ არ მიკვრის, გულახსნელად გეუბნებით, არ მიკვრის, ვინაიდან ბატონ სუბას და მის კოლეგებს, რომლებიც სწორედაც ფულის გარშემო არიან გაერთიანებული იმ ორგანიზაციაში, რომელსაც ქართული ოცნება დაარქვა ბიზინა ივანიშვილმა და მხოლოდ ანგარებითი დამოკიდებულება აკავშირებთ მათ ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ვერ წარმოუდგენიათ რას ნიშნავს იყო მოხალისე, ვერ წარმოუდგენიათ რას ნიშნავს იყო მოტივირებული ადამიანი, რას ნიშნავს მუშაობდა ენთუზიაზმზე. დიახ, ეს ყველაფერი არის დღეს განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში და ალბათ სხვა პარტიებშიც დარწმუნებული ვარ ასე მუშაობენ, ხო? არ არის აუცილებელი ყავდეს შენ მილიარდერი, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი და დონორი, რომ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე სერიოზული პასუხისგაცემა ერთის მხრივ შეუძლებელია, მეორეს მხრივ დასანანია, როდესაც ბატონი სუბარი პოულობს დროს, ყველაფერს თავიდანვანებოთ ერთ-ერთი ვარსკვლავი ქართული ოცნების ასე ვთქვათ სტანდარტებით და იმის მაგივრად ისაუბროს თუ რა მდგომარეობა ქვეყანაში იმის მაგივრად ნახევარი საქართველოს რო შიმშილის პირასაა და 80% არის უმუშევარი აი იმ ადამიანებს რაც თავაზობს გამოდის და ამბობს რომ ნუ შავი ფული ტრიალებს თუ ტრიალებს ეს შავი ფული სად არის მაშინ ასე ვთქვათ კონკრეტული ფაქტები ან რომელი ჭკუამტყოფელი პოლიტიკური გაერთიანება და მისი რომელიმე ლიდერი არ დააფიქსირებს ანგარიშზე თუნდაც ასე ვთქვათ მინიმალური სახით და თანხას რომ იგივე ბატონ სუბას არ მიეცეს აი ასეთი არანორმალური ბრალდების ასე ვთქვათ თუმცა ბატონო ნიკა ერთი ფაქტორი არის რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათ შორის როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში ყველაზე დიდი შემომწირველები გულისხმობ თანხობრივად ყავდა მას ანუ ფაქტორი როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია იღებს ყოველთვის ყველაზე დიდ თანხას. რა ფაქტორით აიხსნება? ეს არის შიში თუ რა მომენტია თამაშობს აქ თავად როლს? კი ბატონო, გეპასუხებთ. ნაციონალურ მოძრაობას ბუნებრივად გააჩნია საბიუჯეტო დაფინანსება, ისიც მცირე და განახევრებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია, რომელიც შეიქმნა, მათ იცით, რომ ეს თანხა იმ 30 მანდატთან ერთად მოიპარეს და წაიღეს და მაინც დარჩა ნახევარი ასე თქვა დაფინანსება ნაციონალურ მოძრაობას და ამის და სხვა ყველაფერი არის რაც ჩამოთვალე მოტივაცია ენთუზიაზმი და ნაციონალურ მოძრაობა აკერხებს რომ იყოს ძალიან მჭიდრო კონკურენციაში და იყოს რეალური ალტერნატივა ხელისუფლების ამარჩევნებზე და რაც შეეხება თუ რატომ მიდის ყველაფერი ქართულ ოცნებაში მარტივია ის შემომწირველების სიას თუ გადავხედათ ვინ არიან და რა იურიდიული პირები არიან 60% ქართული ოცნების შემომწირველების გახლავთ ის იურიდიული პირები რომლებმაც ტენდერის გარეშე მიიღეს კონტრაქტები ქართული ოცნებისგან და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეწირეს ქართულ ოცნებას აქ არიან ფიზიკური თუმცა ეს არიან ადამიანები რომლებიც თავის დროზე ასევე ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებიც იყვნენ
კი ბატონო, იქ არიან ადამიანები, ვინც ამიტომ ამბობ, ხშირად მე და არ დავიღლები ამაზე საუბარით, ამიტომაც ჩვენ ამაყები ხა არის მაგალითად ხა ადამიანი პარლამენტში რო შევდივართ, ხელმარჯვნივ რო გავიხედავ, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ხედავ ქართულ ოცნებაში. თუნდაც ება ბატონი გვარი ამახსოვს ოქრიაშვილი თუ არ ვწდები, ხო? ე ამ ადამიანებზე გავთავისუფლდით, ბუნებრივია. დიახ, ოქრიაშვილი. ამ ადამიანებზე გავთავისუფლდით ბატონ ოქრიაშვილს ეხა 50 მილიონიანი ასე თქვა კონტრაქტი აქვს მიღებული ქართული ოცნებისგან. და აბა ან ნებით წირავს ოქრიაშვილი ან ნების საწინააღმდეგოდ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ოქრიაშვილთან მიმართებაში კიდევ უფრო მძიმედ გვიტარება, ვინაიდან ის რეალურად თქვენ ფულს, ჩემ ფულს, ან მოქალაქეების გადამხდელების, გადასახადების გადამხდელების ფულს წირავს, როგორც ის 60% და ძალიან ბევრი ბიზნესმენი დარწმუნებულად ძალდატანებით არის, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობა შეწიროს ქართულ ოცნებას. ვერავინ ქვეყანაში ვერ დამაჯერებს, რომ ერთ დღეში, ორ დღეში, ესეთი კოლექტიურად ყველას უნდება მივიდეს ქართულ ოცნებას შეწიროს, მაგრამ ეს არ უშველის. ფული, რა თქმა უნდა, ყველა საქმეში არის რაღაცა ფაქტორის მატარებელი, მაგრამ 5 წლის თავზე ქართულ ოცნებას ეს ფულიც აღარ შველის. ვინაიდან გაკოტრებული არის ეს ხელისუფლება, ბანკროტია 5 წლის თავზე, განსაკუთრებით შაშანელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც როგორც წესი კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ხელისუფლება უფრო ასე ვთქვათ ძლიერ პოზიციებზე გადის, დღეს ჩვენ ვხედავთ, შეიძლება ბევრისთვის პარადოქსია, მაგრამ გაცილებით უფრო სუსტია პოლიტიკურად, იმიტომ რომ გაშიშვდნენ და რეალურად დაინახა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომ ეს გუნდი არაფრის გამკეთებელი არ არის და რეალურად დგანა მხოლოდ ფულზე, მაგრამ ფული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ფაქტორი გადამწყვეტი და ამას დავინახავთ კარსონდგან არჩევნებზე. ამიტომ ბატონ თქვენი პროგნოზით ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში? ის შავი ფული, გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ის შავი ფული, რომელსაც გასულ არჩევნებზე ატრიალებდნენ და მოსყიდვებით იყვნენ, ასე ვთქვათ, დაკავებული სხვადასხვა პოზიციებზე მომუშავე ადამიანების, ისგენოდა სხვადასხვა ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომისიის წევრების და ასე შემდეგ, იქით მოიკითხოს. რაც შეეხება შანსებს, ბუნებრივია, დღეს ალბათ თქვენს და ნებისმიერ თქვენი მაყურებელი, რომელიც მე ხა მისმენს და მიყურებს, დამეთანხმება და გაუჭირდება რომ არ დამეთანხმოს, რომ ქვეყანაში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, თელ ქვეყანაში გაცილებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ცხოვრობს. გაცილებით მეტი არის საპროტესტო ხმა, ვიდრე ხელისუფლების სასარგებლოდ. დღეს ქართულმა ოცნებამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ელემენტარულად ეუხერხულება იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ქართული ოცნების ხარდაჭერი იყოს, რომ საჯარო თქვას, რომ მე ვარ ქართული ოცნების ხარდაჭერი. ნამდვილად ეუხერხულება და ყოველდღე ჩემ მეგობრებთან ერთად დავდივართ კარდაკარზე და ამ ყველაფერს მე ვატყობ და ხელშესახებად ჩანს. და უხერხულობასთან დაკავშირებით ბატონ ნიკა სანამ დაგემშვიდობებით აუცილებლად უნდა დაგისვათ თუ შეიძლება დავასრულებ. ამიტომ ერთადერთი რამ დარჩენია ქართულ ოცნებას, რომ აი მაქსიმალური მობილიზაციით, ფულადი რესურსებითა და გაყალბების მცდელობით მიიღოს ის სასურველი შედეგი, მაგრამ აქაც რა თქმა უნდა ჩვენ როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია უპირისპირეთ შესაბამის ასე ვთქვათ კონტრზონეს გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის სახით და იმპულს, რომელსაც ისინი ასე ვთქვათ მარტაშავი სახით ატრიალებენ, უპირისპირეთ არანორმალურ ენთუზიაზმს, მოტივაციას და ასე შემდეგ ენერგიას, რომელიც სუფევს დღეს განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, უხერხულობა ახსენეთ თქვენ და რამდენიმე საათის წინ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, ის თავის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში აცხადებდა, რომ მის სასტუმროს ნომერში იპოვა ჩამწერი აპარატურა და ასევე ვიდეო კამერა და რომ ის თავი, როდესაც იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაშინდელ სპეცსამსახურებს ეუბნებოდა, რომ აგენტების და ჯაშუშების პირადი ცხოვრებაც კი არ უნდა გადაეღოთ. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 28,000 ფაილი იპოვეს. არ ფიქრობთ, რომ მინიმუმ უხერხულია, როდესაც თქვენი ლიდერი ასეთ განცხადებებს აკეთებს? სხვა საუბრობთ, ანუ მე ვფიქრობ თუ არა, ეხლა საწავედით ეხლა ეს რაზე ვსაუბრობ. არა, კითხვას გისვათ ბატონიკა, დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეს. მესმის, მე ხო არ გიბავს, გასაგებია ადამიანმა აღმოაჩინა საკუთარ სასტუმრო ნომერში ის რაც აღმოაჩინა, ხო? ანუ და რაზე მისვამთ თუ კითხვას, ბოდიშით? ამ ფაქტზე არავინ არ ამბობს, ეს დასაგმობია, თუმცა განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, რომ მისი მმართველობის პერიოდში, როდესაც 28,000
პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი იყო ნანახი და განადგურებული. 28000. გასაგები ხო და ამიტომ არ არის უხერხული მისგან ასეთი განცხადებები. არ 2017 წელია. კალენდარზე არის 2017 წელი და ძალიან გული ტკივა და წყდება, როდესაც ხშირად აი ცდილობთ რომ გადაახდეთ გასულ 5 წელიწადს და ჩამოყვანოთ იქ რაღაცა გასულ წელში. რა თქმა უნდა, თქვენ რაზეც მე ხა კითხავთ მისვეთ რომ ეს 27000 ასე კასრები, ისე ჩანაწერები, ასე შემდეგ. ეხლა როგორ დაიდგან, ახდებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და გადაღეჭილი გვაქვს. დიახ, სწორი დასკვები არის გაკეთებული, სიმართლე ბევრი რამ ნათქვამი არის, ბრალდებებზე უსაფუძოზე პასუხი არის გაცემული, მაგრამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რა ხდება? უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როდესაც ქართული ოცნება რეალურად დაეპატრონა ყველაფერს ვიწროკლანის სახით, ამაზე როდესაც ტკივა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გული და სასოწარკვეთაშია და რეალურად გადინება ხდება ქვეყნიდან ადამიანების, რომ საჩვენებელი მოიპოვონ, საზღვარგარეთ და იქნებ ოჯახი ამ სახით შეინარჩუნონ, რომ შიმშილით არ ამოწყდეს. ამ დროს ეხლა თქვენ მე მესაუბროთ იმაზე, რაზეც მესაუბრებით, მიმაჩნია როგორც მინიმუმ უბრალოდ ამ ვითარებაში, ამ ჩართვაში არადეკვატურია, თორემ მე არასდროს არ გავუბრივარ საუბარს ნებისმიერ საკითხზე და თემაზე და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. მადლობა, ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.